შენიცი სპორტის მეორე ნახევარფინალური დაპირისპირებით ბრუნდებით და რა თქმა უნდა გვაქვს ძალიან მაგარი თამაშის მოლოდინი. თანაც ყავს ძალიან გამოცდილი აწუყვე და ძლიერი მონაწილეები, რომლებიც დღეს იბრძოლებენ ფინალის საგზურის მოსაპოვებლად, სადაც მათ დათო კალანდაძე ელოდებათ. ხოლო ფინალში გამარჯვებული მიიღებს მთავარ პრიზს 10,000 ლარს. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი წარმდგენია ბეთლაივი, მე კი ზაზალა რამგანაცემის წამყვანი და სანამ ბიჭებს ტრადიციულად ვკითხავთ თუ როგორ განწყობაზე არიან, სულ ერთი წამი გჭირდებათ, რომ გამოიწეროთ ბილაივის YouTube არხი. მეგობრებო, გიორგი ცოტნე, გამარჯობა. როგორ ხართ და როგორ განწყობაზე ხართ? გიო, შენგან დავიწყოთ. რა ვიცი, ცოტა ვღელავ, მაგრამ ლოგიკურია ხო, იმიტომ რომ პირველ თამაშზე რომ მოვედი, საკმაოდ მხიარული განწყობა დამეუფლა. მეორეზე ცოტა შიში მიღიტინებდა და ეხლა ცოტნეს ნაცვლად ვინმე უცხორო ყოფილიყო, უფრო ვინერიულები, მაგრამ ვიცნობ და ცოტა მიბალანსებს რა. შესაძლებლობები რო იცი, ეგ უფრო არ გძაბავს? ნუ ეგეც, მაგრამ თავარია მეგობარი რომ აქ კონჩი. შვენიერი, ცოტნე შენ რას გვეტყვი? ხა უკვე მესამე ხვდები მეგობარს. და გიორგის ვიცნობ ძალიან კარგად და ეს ადამიანი არის ნამდვილი სპორტული ენციკლოპედია. შესაბამისად არის ძალიან ძლიერი მეტოქე, მაგრამ მე ვეცდები მაინც ჩემსას ნახოთ რა გამოვა. წარმატებები მისურვებია ორივე თქვენგანისთვის, ჩვენ კი მოვისმინოთ პირველი რაუნდის წესები. პირველი რაუნდი, ფოტოდუელი. ამ რაუნდში ორივე მონაწილეს ეძლევა 90 წამი. მათი მიზანია ეკრანზე გამოსახული სპორტსმენების გამოცნობა, რომლის საშუალებაც რიგრიგობით ეძლევათ. სვლა იქამდე არ გადადის მეორე მოთამაშეზე, სანამ სწორი პასუხი არ დაფიქსირდება. იმ შემთხვევაში თუ მოთამაშე ვერ გამოიცნობს ეკრანზე გამოსახულ სპორტსმენს, აუცილებელია თქვას სიტყვა შემდეგი, მაგრამ დაკარგავს საჯარიმო 3 წამს. რაუნდს იგებს ის, ვისაც მოწინააღმდეგეზე მეტი დრო დარჩება. მოვისმინეთ პირველი რაუნდის წესები, მეგობრებო, ტრადიციულად face to face, სახით ერთმანეთისკენ და ძალიან სწრაფად ვითამაშოთ ჯეირანი. ვინ დაიწყებს თამაშს? ჯეირანი. დავიწყე. გიო დაიწყებს თამაშს, გიო, მე მგონი ყველაფერი ისედაც იცი, მაგრამ გაგიმეორებ, გვარი უნდა თქვა სრულად, ყურადღებით იყავი, 5 წამი countdown-ი ჩაერთვება შენი მოწინააღმდეგის ზურგს უკან მონიტორზე, წამზომი ჩაერთო. ატევისი. ოგბა. GS ჯორჯ პიერი. ემერი. დონოვან მიჩელი. ბატისტუტა. პალასიო. სუსო. ტიმი, დომინიკ. კოული. რაითი, შემდეგი. აი, ეს კი. ცოტნე შენ ხარ? ტოფურია. არა, ალექსანდრ ტოფურია არ არის. შემდეგი. არ ვიცი, და შემდეგი. აუგინეკა. შემდეგი. შემდეგი. კიდე შემდეგი. ვალვერდი. მოიცა არ გავატარებ ამას. ბუჯაჩიჩი კი არ, ბუჩევიჩი. სტეფ, შემდეგი. აფოჯი. ვაიდენფელერი. შემდეგი. სანია. ბიჭო, ეს პედრო ლეონია დავიჯერო? კინგლაც. ზანიოლო. აკვიტს. კოშტა. დუგლას კოშტა. გარი პეიტონი? მარკეზე. ფონინი.
ასე. და დრო ამოიწურა, რაც იმას ნიშნავს ტრადიციულად ამ ფრაზით თქვათ, რომ პირველი რაუნდი დასრულდა და მოიგო გიომ. გიომ, რომელმაც უკვე მესამე თამაშია ფოტო რაუნდში შეცდომა არ დაუშვა. ხო ასეა, ხომ მეთანხმები? კი, ეგრეა. ჩვეულებრივი მანიაკი ხარ, ხო? ჯეიკ პოლის აქ ყოფნას შენ ადგილას გავაპროტესტებდი, იმიტომ რომ ეგ კაცი არ იმსახურებს სპორტსმენობას, არის. მივხვდი რომ მაგას იტყვის. კარგი, საერთო ჩათვლაში გვაქვს 1-0, შეგვიძლია გადავინაცვლოთ მეორე რაუნდში, 3 მინი თამაში გველოდება წინ, მაგრამ ტრადიციულად მოვისმინოთ მეორე რაუნდის წესები. მეორე რაუნდი, მინი თამაშები, ტაქტიკური კვადრატი. თამაში 9 უჯრისგან შედგება. თითოეული მათგანი ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად სხვადასხვა მოცემულობით არის დაკავშირებული. მოთამაშეების მიზანია, რომ სწორი ტაქტიკითა და პასუხებით შეავსონ გრაფა ისე, რომ გაავლონ ჰორიზონტალური, ვერტიკალური ან დიაგონალური კვეთები. სასტარტო 11-ეული. რაუნდის ამ ნაწილში მონაწილეები ეკრანზე ხედავენ კონკრეტულ თამაშზე წარმოდგენილი ერთ-ერთი გუნდის ძირითად შემადგენლობას. თითოეული ფეხბურთელი სირთულის მიხედვით არის დაყოფილი. მოთამაშეების მიზანია დააგროვონ მოწინააღმდეგეზე მეტი ქულა. set point-ი. მეორე რაუნდის გადამწყვეტ ეტაპზე მოთამაშეებს მოუწევთ გამოიცნონ ფეხბურთელის საკუთარი კარიერის მიხედვით. პასუხი დასწრებაზეა. მოვისმინეთ მეორე რაუნდის წესები და ვიწყებთ პირველი მინი თამაშით ტაქტიკური კვადრატით და ნახოთ როგორია დღევანდელი მოცემულობა. ტაქტიკური კვადრატი ეკრანზე. როგორც ხედავთ, ჰორიზონტალურად გვაქვს ბრაზილია, გაუტანია ჩემპიონთა ლიგის ფინალში და აფრიკელი, ხოლო ვერტიკალურად გვაქვს ლიგა 1-ის ბომბარდირი, ატლეტიკო მადრიდი და დორტმუნდის ბორუსია. რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ მხოლოდ ფეხბურთელებზე, ამ რაუნდს იწყებს ცოტნე, როგორც პირველ რაუნდში დამარცხებულის პრივილეგიით მოსარგებლე მონაწილე. ცოტნე გისმით? კი ბატონო. არგით, მოდით იყოს შუა კვადრატს ავიღებ. გაუტანია ჩემპიონთა ლიგის ფინალში და უთამაშია ატლეტიკოში. ვინ გაიტანა ატლეტიკოდან ფინალში? მე მგონი სავიჩს აქ გატანილი თუ სწორად მახსოვს. სავიჩი არასწორი პასუხია ამ კვეთაზე. გიო შენი სვლა. მე ავიღებ ხო? ლუის სუარესი. უთამაში ატლეტიკოს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაუტარა. კი ბატონო, ეს სწორი პასუხია. ბრაზილია და უთამაშია დორტმუნდში, ამას ვიტყვი. რეინიერი, როგორც კი ბატონო, ეს სწორი პასუხია. კარგი, რა რთულია, იზიზღება ეს რაუნდი, ყველაზე მეტად მისისხებ. იმიტომ რომ ყველაზე მეტად ბაგავ აქ. თან ეს პირველი ხაზი. აი, ლიგა, იმედია ბრაზილიელი იყო ეგ ტიპი რა. ლიგა 1-ის ბომბარდირი და ბრაზილიელი. იყოს იცი, მაგრამ დროს წელავენ. სონი ანდერსონი რა ვიცი. სწორი პასუხია, სონი ანდერსონი. ბრაზილიელი თუ იყო, არ ვიცოდი თორე ლიგა 1-ის ბომბარდირი რო იყო, ვიცოდი. ანუ ანდერსონი წაის ბრაზილიური უნდა ყოფილიყო, მაგრამ მაინც. ეხლა მე უნდა ვთქვა, უთამაშია დორტმუნდში და აფრიკელი. დორტმუნდში გირასი. რა თქმა უნდა, სწორი პასუხია, ცოტნე გირასი. კი ბატონო. თუ უთამაშია დორტმუნდში და გაუტანია ჩემპიონთა ლიგის ფინალში, იყოს ლარს რიკენი. ესეც აბსოლუტური ჭეშმარიტებაა. ეხლა უნდა ვთქვა, მე ლიგა 1-ის ბომბარდირი, რომელსაც გაუტანია ჩემპიონთა ლიგის ფინალში და წარმოდგენა არ მაქვს, ვინ შეიძლება იყოს ეს. კარიმ ბენზემა, არ ვიცი. ეს ერთადერთი სწორი ვარიანტია, კარიმ ბენზემა ჩდება ამ კვადრატში. კი ბატონო. არა, ეხლა დაბლოკვაზე უნდა არა, ცოტნე სასწრაფო. არა, მოგების შანსი ორივეს გაქვს. ორივეს გვაქვს. აი, იყოს მაშინ უთამაში ატლეტიკოში ბრაზილია, მცველი მირანდა. სწორი პასუხია. ატლეტიკოს აფრიკელი კონდოგბია. ბოდიში კონდოგბია ატლეტიკო და აფრიკელი შეფრი თქვათ რომ ეს არის კონდოგბია, რომელიც რა თქმა უნდა სწორი პასუხია. ხო, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთადერთი გამარჯვების შანსი ახლა რჩება ცოტნეს. თუ გიო ვერ დაკეტავს
ლიგა 1-ის ბომბარდირი და აფრიკელი, ხო? არ ვიცი, ცოტნე სუთმო. კარგი, პირველი შეცდომა ამოჭრა. ეხლა უნდა თქვა ვიღაც აფრიკელი ფეხბურთელი რომელსაც ლიგა 1-ში უთამაშე, იქნებ გავარტყა, მაგრამ მარუან შამახი იყოს, მოდით, ლიგა 1-ის ბომბარდელი და აფრიკელი. ეს არასწორი პასუხია. ვიც არ მეპარებოდა. მოკლედ ეს არის მომაკვდინებელი კვადრატი ეს აფრიკელი და ლიგა 1-ის ბომბარდირი, ეგრე გამოვიდა. ალბათ ერთია რა და ლიგა 1-ის. რავი, მონაკოში კანუ ვერ გახდებოდა. კანუ, რა ვიცი, მოაკო კანუ. არა, ესეც არასწორი პასუხია. ავტომატურად გიო გამოეთიშა ამ რაუნდს, ცოტნე ერთადერთი სვლა გრჩება ახლა შენ. კარგით, დავფიქრდეთ, ახლა ცოტნე. ბენი ედერი იყოს, მოდით. ესეც არასწორი პასუხია, მეგობრებო და მაგრამ რო ყოფილიყო მაროკოელი გახდებოდა, ჩაჯდებოდა მაგუჯრაში, იმიტომ რომ იყო ბომბარდირი. მამადუ ნიანგი, ხო? შეიძლებოდა ამას გახსენებათ და სხვები ცოტათი რთულია. არა, მე რაზე მწყდება გული, შეუდოდა. შეუდოდა ტექსტის, მე რაზე მწყდება. მუსა სოუ იყო კიდე, თუხსენიათ. შაბანი ნონდა იყო ის, ვისაც ვამბობდი და ჟიულ ბოკანდე, აჰმედ უჯანი და სეკუ ტორე. არა, მე შაბანი ნონდაზე ვარ პასუხისმგებელი ანაჩილზე. კეთილი. ფრედ დავასრულეთ ტაქტიკური კვადრატი და შეგვიძლია ახლა გადავინაცვლოთ მეორე რაუნდის მეორე მინი თამაშზე, სადაც ბიჭებს ტრადიციულად მეტწილად წარსულში ვამოგზაურებთ ხოლმე. ამჯერად მივდივართ დაახლოებით 10-12 წლით უკან. 2013-14 წლების ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მივდივართ. აი, წარმოგიდგენიათ ხა რა ხდება? დინამო ტოტენჰემში. მაგრამ დინამო ტოტენჰემი. ეგ არის. ოჩახ. თბილისის დინამო, უпростоრად დინამო თბილისი ტოტენჰემის წინააღმდეგ. თქვენი მიზანია რომ გახსნათ ტოტენჰემის შემადგენლობა. ტოტენჰემი, ოკეი. 25 ნომრით ალბათ გაგიკვირდებათ და გეტყვით რომ კარს იცავდა უგო ლორის. კი ბატონო. ეს თბილისში თამაში არის ხო? თბილისის თამაში. კარგით. ამ რაუნდს გიო შენიწყებ. ანგარიში გახსოვთ? 5-0 დავმარცხეს. დაგბომბეს სამწუხაროდ. კი ბატონო. მამაზე რა ნომერი ეცვა, პროსტა მიდი და გაიგე. მე პოზიციის იმედი ვფრთხო ვიდრე ნომრების. აი 4 ნომერს თუ 20 ნომერი ვინ შეიძლება. 4 ნომერს ვიტყვი კაპიტანი იმედია, მაგ შეხვედრაში იყო, არა 4 ნომერი არასდროს არ წმია მაგას. ერთი წამი. 22 იყოს გილფი სიგურცონი. 22 ნომერი იყოს გილფი სიგურცონი. იყოს თუ არის? იყოს, არ ვიცი ზუსტად არ მახსოვს. კაი, მე გეტყვი რომ არის მაშინ. 2-0 ანგარიში. კარგით. რა გინდა რო თქვა? 15 ნომერი. არა, 15 ნომერი თულია. 8 ნომრით რო იყოს მუსა დემბელე. 8 ნომრით ვერ იქნება მუსა დემბელე. პირველი შეცდომა ცოტნეს. კარგი, 15 მოდი ცოტნე. იმედია გადასულია ეს ვაჟბატონი მაგ დროს ტოტენჰემში პაულინია. 15 ნომერი არ არის პაულინიო. აი 9 ნომერზე ორი ვარიანტი მაქვს. აქ არ მახსოვს, სოლდადო იყოს 9 ნომერი. რომელმაც დუბლი შეასრულა ამ შეხვედრაში. 2-1 ხდება ანგარიში. კი ბატონო. რა ნომერი ეცვა იმას, მაინც არ მახსოვს. აი 19 იყო მუსა დემბელე და 19-ავი. მოკლედ არ დავანებთ მუსა დემბელეს თავის სანამ არ გამოვააშკარავეთ. ეგ არის 3-1. კარგით, ეხლა უნდა ვისვრო რენდომ 15 ნომერი იყოს ვიქტორ ვანეიამა. მათ ვანეიამა. არასწორი პასუხია. მეორე შეცდომა აქვს ცოტნე საქმე უთხრათ. 3 ნომერი იყოს დენი როუზი. სწორი პასუხია, რომელმაც ასევე შეძლო გოლის გატანა. მე თანდათან ვისაც გავხსნეთ, მოგაწვდეთ ინფორმაციებს, გაგახსენებთ. 20 არ ვიცი, მოკლედ იყოს 20 ნომერი ტობი ალდერვეირელდი. 20 ნომერი არ არის ალდერვეირელდი, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე მინი თამაში გიო მოიგო. აი ვინც ვიცი შედარებით იმას ვიტყვი რა. უნდა თქვა, აი ცოტა გავაკეთოთ. 17 თაუნსენმა რო გაიტანა მაგარი გოლი მახსოვდა 17 იყო? კი, 17 იყო თაუნსენ. 8 ვინქსი? 8 არა.
მან ცოტა ერთმანეთს ასდით, იმიტომ რომ 8 ნომერია პაულინიო. 8 ნომერია პაულინიო. 8 ნომერია პაულინიო და 15 ნომერი არის კაპუ. ეტიენ კაპუ. კაი, 4 ნომერი მე ვამბობდი ან ქაბულია, ან კრეიგ დოუსონი. კი, სწორად ამბობთ. ქაბულია? კი. და ვინ არის 20 ნომერი? 20 ნომერი მაგის გვერდით ვინ შეიძლება? 20 და 4 თა ყველაზე დიდი ქულასია. 16 ნომერი არის მაგათ აკადემიის აღზრდილი ვიღაც, ანუ კაილოკერი არ არის? არა, არც უთამაშია დიდი ფეხბურთი ეგრე მახსოვს რა. 16 ნომერი. ასუე კოტო. ქეირა ბიჭი იყო? არა, 20 ნომერი არის დოუსონი. 20 ნომერი იყო, 15 იყო კი დოუსონი. და 16 ნომერი არის კაილ ნოტონი. ნოტონი, ხო, მე რო წავიდა იქ სვონსიში თუ სადაც. კი ბატონო. ჩვენ კი იზღა დაგვრჩენია რომ გადავინაცვლოთ მესამე მინი თამაშზე set point-ი, სადაც ცოტნეს ექნება შანსი რომ ეს რაუნდი ფრედ დაასრულოს. მეგობრებო, ღილაკები მზად გაქვთ, ყურადღებით იყავით. გამოსაცნობია ერთი ფეხბურთელი. გიო, შენ შემთხვევაში, გამოცნობის შემთხვევაში იგებ მეორე რაუნდს, ცოტნე ათანაბრებს ანგარიშს და 1-0 დაგვრჩება საერთო ჩათვლაში, რაც იმის მაუწყებელი იქნება, რომ მესამე რაუნდში თამაში დასრულდება ყველა ვარიანტში. ყურადღება, პირველი გუნდი არის Grasshoppers. მალევე გეტყვით მეორე გუნდს, ეს არის Lille. მესამე გუნდი არის Lazio. მეოთხე გუნდი არის Juventus. მეხუთე გუნდი არის Arsenal. გიო, შენი სვლა. იმედია არის შვეიცარიელი ლიხშტაინერი. კი ბატონო, ეს სწორი პასუხია, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე რაუნდიც მოიგო გიომ და საერთო ჩათვლაში ანგარიში ხდება 2-0 და გადავდივართ ყველაზე დრამატულ მესამე რაუნდში, რომელიც ორქულიანია, ასე რომ ცოტნე ყველაფერი გრძელდება, გვაქვს ან გათანაბრების შანსი, ან გიო გაიმარჯვებს. ვნახოთ რა იქნება. მესამე რაუნდის წესები მოვისმინოთ. მესამე რაუნდი სპორტპედია. ამ რაუნდში მოცემულია 12 გრაფა, რომელიც 4 კატეგორიადაა დაყოფილი. თითოეული კატეგორია 3 სხვადასხვა სირთულის შეკითხვას მოიცავს. მოთამაშეები მონაცვლეობით პასუხობენ მათთვის მისაღებ შეკითხვებს. მონაწილის მიერ აღებული შეკითხვის ვერ გამოცნობის შემთხვევაში მოწინააღმდეგეს ეძლევა საშუალება მოიპაროს კითხვა. თუმცა თუ კი არასწორ პასუხს გასცემს, შესაბამისი ნომინალით გამინუსდება. მოთამაშეების მიზანია დააგროვონ, რაც შეიძლება მეტი ქულა. მოვისმინეთ მესამე რაუნდის წესები, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიწყებთ ძალიან საინტერესო თამაშს. 4 კატეგორიით, თუმცა სანამ დავიწყებთ, შეგახსენებთ, რომ ჩვენი წარმოდგენია ბეთლაინი. ახლა კი მეგობრებო, გავეცნოთ 4 კატეგორიას სპორტპედიას რაუნდიდან. პირველი კატეგორია არის ფერადი გვარები. მეორე კატეგორია გვაქვს ცხოველთა სამყარო, მესამე კატეგორია ყველაზე სწრაფები მსოფლიოში და მეოთხე კატეგორია ის ურჩევნია მამულსა. საგებია. სანამ დავიწყებთ ამ რაუნდს, გთხოვთ რომ ერთი წამის საქმეა, კიდევ ერთხელ გეტყვით და გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, რომ ასეთი საინტერესო თამაშები არ გამოგჩეთ და ჩვენთვისაც დიდი სტიმულია ეს ყველაფერი. ამ რაუნდს ცოტნე დაიწყებს. ცოტნე გისმენთ. ფერადი გვარები 200. ფერადი გვარები 200 ქულა. წინამორბედისგან განსხვავებით ის ასტროლოგიას ყურადღებას ალბათ ნაკლებად აქცევდა. თუმცა ნაკრებში მუშაობისას ფეხბურთელობის პერიოდის წარმატებები ნამდვილად ვერ გაიმეორა. დაგვისახელეთ ეს პიროვნება. ციხე იპარავს. და დავაჭირო. დარწმუნებული არ ვარ. ჯერ პასუხი მინდა. არა ვიცი, უბრალოდ არ ვიცი. შეგიძლია ნებისმიერი რამ ამითხრა, არაფერს არ კარგავ. არაფერს შუაში არის ფერი და დიეგო მარადონა არის. არა, მარადონა არ არის სწორი პასუხი. ციხე თუ გინდა განიხილე და ისე მეცხარი თუ არასწორი პასუხი იქნება და მაგით. აბა. ასტროლოგიას გვაქცევდა ყურადღებას რაიმონ დომენეკი. წინამორბედისგან განსხვავებით, ანუ დომენეკი იყო მაგის წინა წვრთნელი. დომენეკი იყო 2010-შიც. და ნაკრებში მუშაობის ფეხბურთელის პირველი წარმატებები ვერ გაიმეორა, რავი, ბლანს წარმატებულის ჰქონდა, მაგრამ ფერი სადაა? ლორან ბლანში, რა ვიცი. არის. ლორან ბლან. თეთრი არის ბლანი. მარტო ინგლისური იცი, ანუ. ფრანგულად არის თეთრი. აუ, ფრანგულად ბლანი არის თეთრი. ციხემ ყველაფერი აღვიხსნა. სამას ქულიაში არაბულია, ხო რაღაც და 200-0 ხდება ანგარიში პირველი მოპარვა სპორტპედიას რაუნდში გიოს ანგარიშზე.
300 გულიანში რა იქნება, ეხლა მიდიდე გაიგება. არის. მე არ ვიცი, ზმაო, ფრანგული. ბიჭო, მე ფერით ხომ ეს დომენიკე არ ვიცოდი რა, რომ ასტროლოგის ის იყო. გიო, შენი სვლა. მე რა თქმა უნდა, არასდროს ვრისკავ შესაბამისად ფერადი გვარები 100. ფერადი გვარები 100 ქულა. არც ისე ხასხასა ხასიათის ამ კალათბურთელს შესანიშნავი დაცვით ვიცნობთ. თუმცა NBA-ში წლის საუკეთესო დამცველის წოდება მხოლოდ ერთხელ მოიპოვა. ისეთი სახით მისმენდა კითხვის დროს, რომ აი მაჯახე პასუხი. არ მიყვარს ეს კალათბურთელი. და დასაწყისში ფილტრშიც ჰქონდა დრეიმონდ გრინი. სწორი პასუხია 300-0 ხდება ანგარიში. ცოტნე შენი ჯერი. ამოვწუროთ ეს თემა ბოლო. ესე იგი ვასრულებთ კატეგორია ფერად გვარებს 300 ქულიანი შეკითხვით. თუ გერმანული იცი გაგიმართლა, თუ გაიხსენებთ, ვინ არის ლესტერისა და ჩელსის ისტორიაში ყველაზე მხცოვანი ფეხბურთელი, მაშინ ეს 300 ქულა ნამდვილად დამსახურებული იქნება. არ გინდა ღილაკზე დაჭერა შენი შვარცერი. შვარცერი, მარკ შვარცერი ამ შეკითხვაზე ნამდვილად სწორი პასუხია. უბრალოდ ფერადი გვარი. შვარცარი შავი. აი, მოგეთ ყველაფერი გაგვიშვიფრა ცოტნემაც. ნამდვილად ასეა. და სხვათა შორის, შვარცერზე ამ კითხვაზე მუშაობის დროს ერთადერთი ფეხბურთელია, ვინც ზედიზედ მოიგო პრემიერ ლიგა სხვადასხვა გუნდში. ისე რომ თამაში არ ჩაუტარებია. ხო. წავედით. ჯერ ჩელსიში და მერე ლესტერში. აი სევჩუისმა დააღუპა, შემეძლო 300 გულიანი ამეღო. კაი იყოს ცხოველთა სამყარო 200. ცხოველთა სამყარო 200 ქულა. ბურთის მოპარვის განსაკუთრებული უნარის გამო 1997 წელს დაბადებულ ამ კალათბურთელს მეტსახელი ანიმაციური სერიალის Dora the Explorer-ის ერთ-ერთი პერსონაჟის გამო შეურჩიეს. დაგვისახელეთ ეს კალათბურთელი. ცხოველთა სამყაროსთან არ შუაშია უბრალოდ. მაგას კითხვის მერე გეტყვი. პროსტორად პასუხის მერე. აქ სახელიც უნდა თქვა? შეგიძლია არ თქვა. ხო. 97-ში კი უწევს დაბადება, რა ვიცი. კაი იყოს ალვარადო ელოდება ხოლმე, იმალება და უკრინანი პარება და პარავს. ალვარადო პელიკანსის კალათბურთელი. არ არის. არასწორი პასუხია სამწუხაროდ. აი, ცხოველს ვერ გაიხსენებ ერთ-ერთი კალათბურთელის გვარში? დეარონი ქვია. ვაიმე. დეარონ ფოქსი არის ამ შეკითხვაზე სწორი პასუხი, რომელიც 2023-24 წლების სეზონში გახდა საუკეთესო ჩამჭრელი. სვაიპერს ეძახია. ცოტნე შენი ჯერია. მოდით იყოს ის ურჩევნია მამულსა 200. ის ურჩევნია მამულსა საშუალო კატეგორია 200 ქულა. იომარ დო ნაშიმენტო მსოფლიო ჩემპიონია, თუმცა მისი შვილები ფრენბურთელი დედის გვარს იყენებენ. 200 ქულის მოსაპოვებლად დაგვისახელეთ თუ რა გვარით ვიცნობთ. 1991 და 1993 წელს დაბადებულ შვილებს. იომარ დო ნაშიმენტო ჩემპიონია, შვილები ფრენბურთელი დედის გვარს იყენებენ. ანუ ეს ფრენბურთელები უნდა ვთქვა, ეცოთე იომარ დო ნაშიმენტო გვარები უნდა თქვა ბოდიში თუ როგორ? კი, შვილები უნდა მითხრა. არ ვიცი, ალბათ ესეთი, მოდით იყოს ტიაგო ალკანტარა და რაფინია ალკანტარები. ძალიან საინტერესო ლოგიკით მივედით სწორ პასუხამდე. ეს მაზინიო არის. 100-ია ნამდვილად. მაზინიოზე იყო საუბარი, კი. 500-ით 300 ხდება ანგარიში, ცოტნე დაწინაურდა ორქულიან სპორტპედიაში, ესე წნეხით. კი ბატონო, კაი იყოს ცხოველთა სამყარო 300. ცხოველთა სამყარო 300 ქულა ვერ მოინელა არონ ფოქსის ვერ გამოცნობა. ამერიკელი მამის შვილმა ამ სპორტსმენმა 2024 წელს პარიზში ტიტული ვერ დაიცვა. რის შემდეგაც ძიუდოს ჩამოშორდა და გადაწყვიტა ბედი პროფესიონალურ ჭიდაობაში სცადოს. დაგვისახელეთ ეს ადამიანი. ამ სპორტსმენმა ტიტული ვერ დაიცვა. ძიუდოს ვინ ჩამოშორდა? ვახ, მერტი წამე. აბა წავედით ახლა ნელ-ნელა პასუხისკენ.
რადგან 300 გოლიანი შეკითხვა, ცოტა მეტი დრო მოგეცი, მაგრამ პასუხი მჭირდება გიო. არ ვიცი. არ გვაქვს პასუხი. არა და მეგონა სპორტშორის რო გამოიცნობთ. ლოგიკას ვერ მეწვდი. 2021 წელს გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. 2017 წელს გახდა მსოფლიო ჩემპიონი. არონ ვულფი. იაპონელი? იაპონიის. რო წავიდა იქ ავიცი. შანსი არის. შეიძლება. კი ბატონო. 500 იქუჩება ანგარიში და ცოტა შენჯერი. ყველაზე სწრაფები 100. ყველაზე სწრაფები 100 ქულა. მოვისმინოთ შეკითხვა. ამ მრავალგზის მსოფლიო და 10 უკვე ოლიმპიურმა ჩემპიონმა აიშოუს ფიტთან კინაღამ სპრინტის დუელი რა. ჰუსეინ ბოლტი. ეს არასწორი პასუხი, ძალიან იჩქარე. ჯვარა ბოლტი ძალიან ბებერია, შეიძლება გაეწოს სპეცი. ვიპარო, ხო? იპარავ. ნოა ლაილს. ნოა ლაილს სწორი პასუხია, რა თქმა უნდა. მე მგონი 100 ქულამ შეგაცდინა. ძალიან ხო? ასოში. ბატონო. მაინც ბოლტს უპასუხებდი ალბათ. არ ვიცი. და 500-400-ია, ხო? 500-400-ია ანგარიში. მიყოს მაშინ ცხოველთა სამყარო 100. ცხოველთა სამყარო 100 ქულა მივდივართ გასათანაბრებლად. ნახოთ რამდენად გამოვა. ვინ იცის რომ არა ფაბიენ ბარტეზი საკულტო ფოტოს ერთ-ერთი გმირი შესაძლოა სწორედ ის გამხდარიყო. დაგვისახელეთ ეს ფეხბურთელი. ბობინა მისალა. წავედით პასუხისკენ, 100 ქულიანი შეკითხვაა, ბევრს ვფიქრობ. ამ შეკითხვაზე პასუხია ლებეფი, რა ვიცი, ფრანკ ლებეფი. არა. ლებეფი არ არის, სწორი პასუხი. ვინმე მელოტი, ხო, ამათ ნაკრებში. არა. ცხოველთა პასუხი არის სათადარიკო მეკარე. ფაბიენ ბარტეზმა ეგ არ მოგცა, რომ მან რაღაც ხდებოდა ბერნარ ლამა. 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონი. მელოტოს ვეძებდი მე უბრალოდ ის. ის ურჩევნია მამულსა 100. ის ურჩევნია მამულსა 100 ქულა. სტავანგერელ ალფის კარგი კარიერა ჰქონდა, სანამ ერთმა ბრაზიანმა კაცმა მძიმე ტრავმა არ მიაყენა. თუმცა წლების შემდეგ ალფის შვილმა შული იძლია და ბრაზიანი კაცის გუნდი არაერთხელ დაამწუხრა. დაგვისახელეთ შვილის სახელი და გვარი. ერლინგ ჰალანდი იქნება უთ. კი ბატონო, ეს სწორი პასუხია. 600-400 ხდება ანგარიში. კი ბატონო. ყველა სწრაფები მსოფლიოში 200. ყველაზე სწრაფები მსოფლიოში 200 ქულა. ევრო 2024-ს ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე სწრაფი 2 გოლი გავიდა. მეორე ადგილოსანი მერიხ დემირალის ავსტრიასთან გატანილი გოლია. გაიხსენე პირველ ადგილოსანი გოლის მატჩის მონაწილე ორივე ნაკრები. თუ გინდა ფეხბურთელის გაიხსენე თუ გაგიხარდეთ. ალბანეთი, იტალია. ალბანეთი, იტალია. სწორი პასუხია, რაც იმას ნიშნავს, რომ 200 ქულა მიაქვს გიოს. ფეხბურთელის ხوار გასულს. მოიცა იქ თამაშობდა. როია. რეინჯერსში გადავიდა, ბაირამი. ბაირამი. ნამდვილად 100-ია, 23 წამზე გავიდა გოლი. 600-ით 600 გვაქვს ანგარიში და დაგვრჩა 200 ქულიანი შეკითხვა. ის ურჩევნია მამულსა 300. ცოტნემ ის ურჩევნია მამულსაო და აბა წავუკითხოთ შეკითხვა. როლან გაროსის ჩემპიონი მამისა და მის შვედეთის გამარჯვებული დედის შვილს განსაკუთრებული დაცვითი უნარები გამოარჩევდა. რისი წყალობითაც NBA-ის სეზონის საუკეთესო დამცველის წოდებასაც გამოკრა ხელი. დაგვისახელე ეს კალათბურთელი და დიდი რისკის ხმა გაგვაგონაცი. მოდგენა არ მაქვს საერთოდ ვინ შეიძლება იყოს. როლან გაროსის ჩემპიონი მამა და მის შვედეთის გამარჯვებული შვილი განსაკუთრებით დაცვითი უნარები გამოარჩევდა. საუბრობთ ეს განსაკუთრებასაც გამოკრა ხელი. წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის მართლა. ისე ვიტყვი ვინმე კალათბურთელს, ვიცი რა აზრი არა, ვიღებ როიც შეიძლება ვთქვა. აბა, ვის გვეტყვი? არ ვიცი, შროდერი. არ შუაში არ არის, მაგრამ ისე არა, სამწუხაროდ არასწორი პასუხია და აი აქ უკვე კულმინაციას მიუახლოვდით, იმიტომ რომ თუ ციხე სწორად გვიპასუხებს,
დათო კალანდაძეს მიუკაკუნებს ფინალში. იმედია ეგ არის და მამამის მიბაძა და მაგანაც მოდელი მოიყვანა ცოლად ჯოაკიმ ნოა. ლაის რიბეირო მოიყვანა ცოლად. ვიქტორია სეკრეტის მოდელი და მამამის როლაგარის მოგებული აქვს. კიდევ ერთხელ გამიმეორე პასუხი. ჯოაკიმ ნოა. ნოა იმას ნიშნავს, რომ ყავს მეორე ფინალისტი, ეს არის გიორგი ბატონი, რომელსაც ფინალში ელოდება დათო კალანდაძე. ძალიან მაგარი თამაში ველოდებით ფინალში, თუმცა იქამდე უღრმესი მადლობა უნდა გადაუხადოთ ცოტნეს, რომელმაც შენიცის სპორტის პირველ სეზონში შვენიერი თამაშები გვაჩუქა. ორი ძალიან ძლიერი მეტოქე გაისტუმრა და შემდეგ უკვე ძალიან ღირსეულ მეტოქესთან ძალიან ღირსეული თამაშის შედეგად დამარცხდა. ცოტნე რას გვეტყვი? დიდი მადლობა პირველ რიგში, რომ მომიწვიეთ და მომეცა საშუალება ეს კარგი თამაში მეთამაშა. წარმატებებს უსურვებ გიორგის და დარწმუნებული ვარ, რომ ვიხილავთ სანახაობრივ ფინალს. ციხემ დღეს მოუგო, არც ერთხელ არ გუთხოვს, მე მგონი ეს ფაქტი მოუგო ბროლის ბუს ყველაზე ახალგაზრდა მფლობელს, ასე რომ კიდევ უფრო მეტი აღტაცებით შეხვდებით ფინალს. რა თქმა უნდა, ცოტნე ვიცი რისი გამკეთებელია სხვა ნებისმიერ სფეროში გარდა სპორტისა, ნუ სპორტშიც კარგია, მაგრამ დანარჩენებში რო ხეცია, ეგ ვიცით ყველამ და სამედიცინოს დერბი იყო, ისე შენ გამოგჭ. სამედიცინოს დერბი იყო და აქეთაც სამედიცინოდან წარმომადგენელს მიყავდა ეს ყველაფერი. ხო და ანუ გუნდური თამაში რო იყოს, ანუ 4-თა ფინალი რო მოგეწყოთ, გეუნებით ცოტნესთან ერთად ვიქნებოდით წყვილში და ანუ ვისკი და მოვიდეს თქო და ისე დანარჩენი სანტიმეტრების თამაში იყო და გავიმართა. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მაგარი თამაში იყო. ჩვენს მაყურებელს უღრმესი მადლობა, რომ დაარჩნენ ჩვენთან ერთად. შეგახსენებთ, რომ ჩვენი წარმოდგენია BetLive და აუცილებლად უნდა გამოიწეროთ BeLive-ის YouTube არხი, იმიტომ რომ ერთ კვირაში ფინალით დაგიბრუნდებით გიოსა და დათოს დაპირისპირებით გამარჯვებული მიიღებს 10,000 ლარს. შევხვდებით მომდევნო კვირა დღეს. ნახვამდის.